ძლიერი საქართველო ლელო საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესში იქნებიან ჩართული. ლელოს ლიდერების თქმით, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ასევე გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან ინდივიდების უფლება, თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა. პარალელურად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დავის საბაბი არ არსებობს, რადგან კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით ისინი აპირებენ კონსტიტუციურ სარჩელში 10-მდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვონ. მათივე თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან ერთად მზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებად გამოცხადებას უპირებენ და მათი საჯარო პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას გეგმავენ. ცვლილებებით ნებისმიერ პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება და პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება. ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას. ანუ კონსტიტუციის ფაქტიურად თავზე გადახევას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ამ კანონებით ივანიშვილს უნდა რომ დაამყაროს დიქტატურა. ჩვენ ვიბრძოლებთ, თქვით, ვამბობთ და მომავალშიც ვიტყვით, რომ დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა მეთოდით და ხერხით და ამ ქვეყნის გარეთაც იგივეს გავაკეთებთ. ამიტომ თვლით, რომ ეს სამართლებრივი ბრძოლა არის მნიშვნელოვანი ძალიან. როცა პოლიტიკური პარტიებს გზავნავ კანონით, უბრალოდ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია დაამარცხო პოლიტიკურად, ანუ სიტყვით, დებატებით და ეს ყველაფერი მიუთითებს ქართული ოცნების პოლიტიკური პოზიციების სისუსტეზე. მაგრამ გრძელვადიანად ზოგადად თუ პოლიტიკური პარტიები აკრძალვა შესაძლებელია, ეს თეორიულად შეიძლება ნებისმიერ პარტიას შეეხოს მომავალში და ყველა ვარიანტში ისეთ გარემოში შექმნის, რომელიც არის, ასე ვთქვათ, კონკურენტული პოლიტიკურად და არის თავისუფალი. იმიტომ რომ ყველა პარტიაში გულის სიღრმეში ექნება იმ შიში, რომ რაღაც გარემოში შეიძლება დაასრულოს არსებობა, ამიტომ კარგი ამისგან არაფერი გამო. კონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის უმალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს არჩეული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბოლო-ბოლო ეს საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანონ და თვითონაც თავისი ტანჯვაც დაამთავრონ და ამ საზოგადოების მანიპულაციასაც დაანებონ თავი. შეიტანონ ეს სარჩელი. რა გახდა, რა ვერ დაწერეს. ჩვენ რასაც უყურებ და მე პირადად რასაც უყურებ, ძალიან წვალობს ქართული ოცნება, ძალიან წვალობს. რაღაცა ვერ მოიკრიბეს ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში განბედაობა იმისი, რომ ბოლო-ბოლო თქვან რას აპირებენ, როგორ აპირებენ. ჩვენთვის ნებისმიერი მოცემულობა არის მოცემულობა, ჩვენ რეალობას უსწორებთ თვალს და ჩვენ ადავტირდებით ნებისმიერი მოცემულობისთვის. უმრავლესობის მიერ ვიკიდე რაღაცებია დასაზუსტებელი. ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც 4 და 5 დღე თუნდაც ერთი კვირა რამეს გადაწყვეტს. არ გვინდა ჩვენ ისე ვაღოთ, თუნდაც მე ყოველთვის ასეთი განწყობა მაქვს. ასეთი განწყობა მქონდა დასკვნაზეც საგამოძიებო კომისიის, რომ არავის არ ჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როდესაც სამართალთან აქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყოველი კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის იქ მითითებული, მტკიცებულებით არის გამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელიც. ამიტომ იმის გამო რომ ახლა სასწრაფოდ რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. იქ მიტინგზე არ მივდივართ, თქვენ ძალიან კარგად გესმით. იქ მივდივართ სასამართლოში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს. ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ჩაახშოს. არასამთავრობოების თქმითვე, ამ კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. საქართველოს სამოქალაქო სექტორი აგრძელებს აი ამ რეპრესიული გარემოს მიუხედავად მოქალაქეთა უფლებების დაცვას. ჩვენ როლს ხედავთ იმაში, რომ დავიცვათ და ვიყოთ ხმა იმ ადამიანების, რომლებიც დაექვემდებარნენ პოლიტიკურ რეპრესიებს, უკანონო პოლიტიკურ დაკავებაში იმყოფებიან, დაპატიმრობაში იმყოფებიან და რა თქმა უნდა მოვახდინოთ რეაგირება ყველა იმ რეპრესიულ ანტიდემოკრატიულ კანონზე, რასაც იღებს ერთპარტიული პარლამენტი. მივაწოდოთ ეს ინფორმაცია კომპეტენტური ინფორმაცია საზოგადოებას. პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიცირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალ არჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ 1 მოადგილე ემატებოდა და 3 მოადგილის ნაცვლად 4 მოადგილე ეყოლებოდა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდას იწვევს, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართავს, სადაც განმარტავს, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. მახაშვილის თქმით, მართველი გუნდი შეშფოთებულია ევროპარლამენტის ქმედებით. ამასთან მახაშვილის თქმით, პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა არ მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში, რაც სერიოზულ მანიშნებელს უნდა წარმოადგენს იმისა, რომ ევროპარლამენტის ამჟამინდელი მიდგომა არასწორია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მსგავსი ქმედებებით დასავლეთს ეტაპობრივად შორდება და შესაბამისად ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს. ახლა ვინ დაიჯერებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი თავმჯდომარე შეიძლება იყოს ნეიტრალური პირი, რომელიც რაღაცა ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავს როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. აი მთლიანად ამ ყალბ ნარატივებზე არის აგებული ასეთი ტიპის მიწვევები, არ ფსარდობთ. ვაჩერებთ ურთიერთობებს იქ, სადაც ხდება დიდი ტყუილი. თუ თქვენ მეტყვით, რომ აბსოლუტური სიმართლეა და გულწრფელობაა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პარტიის თავმჯდომარე არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ნეიტრალური ადამიანი, ვინც აღწერს იქ ნეიტრალური პოზიციიდან რა ვითარებაა საქართველოში, მე თქვენ ბოდის მოგიხდით და ვეთქვით ჩვენებს, რომ ვწდებით და ხომ არ წავსულიყავით ერევანში. ის რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა ტოვებს სხვადასხვა ტიპის გაერთიანებებს, ან როგორც მინიმუმ აღარ ესწრება მათ შეხვედრებს, მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები არათუ ცუდია, ამიტომ უარესდება. და მორიგიას მტკიცებულება იმის, რომ იმასვად რომ ევროკავშირთან ურთიერთობების დაალაგების, აწყობის და განახლების გზაზე დადგეს ქართული ოცნება პირიქით ყოველ ჯერზე რაც გაუარესება ხდება და ეს კიდევ ერთი ასეთი ნათელი მაგალითი. ევრონესტზე მისვლა არ მისვლა დიდს არაფერს არ ცვლის პირდაპირ თქვათ, მაგრამ ის რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან კრება. ისეთი ნომინალური საერთაშორისო პლატფორმებიდან, როგორც არის მშვიდობის სამიტი იყო შერბელ-შეიხში თუ ეხა ევრონესტია თუ არ ვიცი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციული თუ ღონისძიებიდან საქართველოს გარიხლა მიზან მიმართული ქართული ოცნების მიერ არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, ამ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა არ ქონდეს.
გასულ დღეს საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა საგანგებო მარში გამართეს. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და საქართველოს პარლამენტის შენობამდე გაგრძელდა. პარლამენტთან მისულ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პროტესტში მონაწილე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. ზურაბიშვილის თქმით, 1 წელია ხელისუფლება არალეგიტიმურია და რეჟიმს, რომელმაც ქვეყანაში რუსული არჩევნები ჩაატარა, ვერაფერი უშველის. მისივე თქმით, რეჟიმი და მისი უკანასკნელი წარმომადგენლები ტოტალურ კორუფციაში არიან გახვეული და ხელისუფლებამ ეს ბრძოლა უკვე წააგო. ერთი მხრივ გასაგებია, რომ გზის გადაკეტვის უფლება როგორც ერთი არ არსებობს, ამიტომ რაღაც სანქცია იმაზე, რომ ადამიანებიაც, რამდენიმე ათეული ადამიანი ცენტრალურ გამზირს კეტავს, შეიძლება ბუნებრივიც იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ყველას რო იჭერდა, ყველას რო ციხეში უშვებდა, ასობით ადამიანი ციხეში გაქვეყნებული, ამისთვის ეს არაფერი არ წერია. და ის რომ რა ჯარიმები ვერ ამოიღიან, არ მუშაობს ეფექტიანად, ან ზოგადად პოლიტიკური გარემო ისეთია, რომ ბევრი აქტივისტი გაჩნდა, ვისაც ეს ჯარიმები აიღოს და ის აფერხებს რაღაც სხვის ცხოვრებას. ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომელიც პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს და არა ის, რომ მოდ ყველა ციხეში გაუშვათ და ყველა ციხეში რო ჯდება, გამლის არ გადაკეტავენ. აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება ქართულ ხალხს არ უპატიებია ივანიშვილისთვის. ასეთი აქციები პერიოდულად თვეში ერთხელ თუ რამდენჯერმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ქვეყნის შიგნით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად არიან ჩართული პროტესტში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის. აქციის მისაკუთრებას მე მგონია, რომ არავინ არ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად იყვნენ აღმოჩენილები. ეს არის საერთო სახალხო პროცესი, მით უმეტეს 26 ოქტომბერზე, როდესაც საუბრობთ ბატონი ბოკერიას პარტია საერთოდ არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ ის აქცია ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი ქალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4 ოქტომბერმა მოიტანა ძალიან ძლიერი დაზიანება მიაყენა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვადამდელი არჩევნები უკვე საპროტესტო მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ქვეყანაში აღარ შედგება. ჩვენ ესეთი დამოკიდებულება გაქვს. თუ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს იქნება უკვე ქართული ოცნების კარნახით დანიშნული ვადამდელი არჩევნები. შესაბამისად, ეს რაღაცა მოწოდებები, რომ რაღაცა წლის ბოლოს გეგმა იქნება, ჩვენთვის ეს არის წყლის ნახვა. პირდაპირ მნიშვნელობით არის წყლის ნახვა, არაეფექტური, კონტრპროდუქტიული იმ პოლიტიკურ ხაზს, რა პოლიტიკური ხაზიც გამოჩნდა იმ ტრიბუნაზე გუშინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით, რადგან იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ მოუწოდებდნენ ხალხს ერთი დღით ადრე. არ გასულიყვნენ და ყოფილიყვნენ, არ მისულიყვნენ არჩევნებზე და მისულიყვნენ 4 ოქტომბერს და მონაწილეობა მიიღოთ მშვიდობიან დამხობაში. მე ეს ხალხი გაიქცა. ის ხალხი მიატოვა. აი მართლა გულწრფელად გულანთებული ადამიანი მიატოვა და მე მეორე დღეს უმრავლესობა მათგანი იძახდნენ, რომ ჩვენ რაშუაში ვართ. სულ ახლახან იყო არჩევნები. 1,100,000-ზე მეტმა კაცმა თქვა, რომ მართლ პარტიას უჭერს ხარს. რა ორ კვირაში ერთხელ გადადგომაზე გველაპარაკებიან. გაიგონ, რომ ასე არ წყდება მთავრობების ცვლილებების საკითხები საქართველოში. სანამ არ მოხდება ეს სამართლებრივად, არასამართლებრივად, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მე რამდენი მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ და მე რამდენჯერ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, თან გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც. აი კატასტროფული განსხვავებით ვიმარჯვებთ და ეხლა რაღაცა მოსაზრებების გამო ადგეს მთავრობა და გადადგეს ეს ასე არ ხდება. გეგმა აქვს ის, რომ მათ გეგმა არ აქვთ. ყოველთვის ასე აცხადებენ, ვიდრე არ მოუვათ იქიდან საბოლოო დირექტივა. მათი პატრონები ვერ ჩამოყალიბდნენ ამ გეგმის თაობაზე ერთიანი მასშტაბით, დიდი მასშტაბით და ამიტომ ამათაც არ აქვს გეგმა. ყოველ ორშაბათს გახსოვთ, ხო ეს ყველა ველოდებოდით ხოლმე რაღაც გეგმის გამოცხადებას. ვერანაირი გეგმას ვერ გამოაცხადებენ.
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის შესახებ განცხადება შეუსაბამო იყო. ტრამპის თქმით, პუტინმა ომი უნდა დაასრულოს, ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მალე მეოთხე წელს უახლოვდება. სწორედ ეს უნდა გააკეთოს მან რაკეტების გამოცდის ნაცვლად. ვლადიმერ პუტინმა გასულ დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბურევენიტიკის რაკეტა, რომელსაც მისი თქმით მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს. არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ალიანსმა თავისუფლება წინ მიიწევს, რომლის შემადგენლობაში არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ლიბერტარიანული პარტია შედის გამარჯვება მოიპოვა. BBC-ს ინფორმაციით, კოალიციამ ხმების თითქმის 41% მიიღო, რითაც სენატის 24 ადგილიდან 13 და ქვედა პალატის 127 ადგილიდან 64 მოიპოვა. ალიანსმა გაიმარჯვა დედაქალაქ ბუენოს-აირესშიც, რომელიც დიდი ხანია ულტრალიბერალების მთავარი მეტოქის ყოფილი პრეზიდენტის მემარცხენე ცენტრალისტური კოალიციის სამშობლოს ძალის დასაყრდენად ითვლება. კოალიციამ შუალედურ არჩევნებში ხმების 31.6% მიიღო. BBC-ს ინფორმაციით, კენჭისყრამდე მილეის მოკავშირემ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ არგენტინისთვის ცოტა ხნის წინ გამოცხადებული 40 მილიარდი დოლარის გამოყოფა მილეის მიერ პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნებაზე იქნებოდა დამოკიდებული. BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ პარიზის ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანელი 4 პირიდან 2 დააკავა. პარიზის პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი მამაკაცი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. შეგახსენებთ, გასულ კვირას ლუვრის მუზეუმის აპოლონის გალერეიდან 88 მილიონი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქურდები შენობაში 4 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.